გამარჯობა. ჩვენმა პარლამენტმა მიიღო კანონი ეს მის შესახებ, რომ მოკლედ პენსია გაიზარდა 35 ლარით და ხელფასები თვითონ პარლამენტმა კანონმდებლებმა გაიზარდეს დაახლოებით, რა ვიცი, მე მგონი 7000 ლარით. მე ამ პოლიტიკურ საკითხს გადაწყვეტილებას ასე ვთქვათ, დღეს არ შევეხები, მინდა უბრალოდ გელაპარაკოთ ერთ საკითხზე. რა განსაზღვრავს საზოგადოების წარუმატებლობას და რატომ არის კავშირში და რატომ არის აუცილებელი ჩვენი ასაკოვანი თანამოქალაქეების, ჩვენი მშობლების, ან ბებიების, ან ბაბუების, გააჩნია ვის მოვიაზრებთ, პატივისცემა და მათთვის გარკვეული ტიპის პატივის მიღება სწორად, იმიტომ რომ ჩვენ ვიყოთ პირველ რიგში დაფასებულები შემდგომში და ჩვენი საზოგადოება იყოს ნორმალური. პირველ რიგში გთხოვდით, რომ გაიხსენოთ ქვეყნები, სადაც ხრცოვან ადამიანებს განსაკუთრებულად ექცევიან და მათი უფლებები განსაკუთრებულად არის დაცული. ასეთ ქვეყნებში, როგორც წესი, საზოგადოება სწრაფად ვითარდება, სწრაფად იცვლება ბევრი რამ და ამას ერთგვარად აქვს რაღაცნაირად თვით დალოცვის, ასე ვთქვათ, ეფექტი, ეს რომ დავარქვათ, შეგვიძლია თავისუფლად. სხვადასხვა რელიგიები პირდაპირ მოითხოვენ, ასე ვთქვათ, ჩვენგან და ერთგვარი მითითებასავით არის, რომ მშობლებს და დიდ მშობლებს განსაკუთრებული პატივი უნდა მიაგოს ადამიანმა, მაგალითად ქრისტიანულ კულტურაში, ებრაულ კულტურაში, რა ვიცი, ინდუისტურ კულტურაში, ბუდისტურ კულტურაში ეს პირდაპირი მოწოდება არის და ამ შემთხვევაში რაღაცა თითქოს ეს იერარქიულობა დაცულია და მე სულ ფიქრობდი ხოლმე, თქვა, აი რატო არის ეს მოწოდება, რა შუაშია, რატომ ეს უძველესი ცოდნები, რატომ მოვიდა ჩვენამდე ისე როგორც მოვიდა და რაღაც გარკვეული ტიპის აზრამდე მე მივედი და მინდა რომ ეს ჩემი აზრი გაგიზიაროთ და ესე თქვა, თქვენ თუ დამეთანხმებით ან არ დამეთანხმებით, სიამოვნებით მოვისმენ საწინააღმდეგო აზრსაც. ანუ რატო არის მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ ასაკოვან თანამოქალაქეებს, ჩვენს როგორც ვთქვი, დედებს, მამებს, ბაბუებს და ბებიებს მოვეპყროთ განსაკუთრებული პატივით და რას მოგცემს თვითონ ეს ჩვენ. მე ხა ვეცდები რომ დაფაზე დავწერო ეს ყველაფერი და ისე მოგიყვეთ. წარმოიდგინეთ, რომ აი ეს არის რაღაც გარკვეული ტიპის იერარქია, რომელსაც ჩვენ ვექვემდებარებით რა, ეს თქვა პირობით ეს არის დედა, ეს არის мама. უბრალოდ მოდი ეს იყოს ბებია და ეს იყოს მოდი პაპა. აქედან მე ისინი რაღაც შობენ თქვა ისევ შვილებს, თქვა პირობით ეს არის мама და ეს არის თქვა პირობით დედა. მე აი ესენი კიდე შობენ შვილებს, ეს არის თქვა რა ვიცი ბიჭი, მე გოგო, მე ისევ თქვა პირობითად გოგო და ასე შემდეგ. ჩვენი განვითარება, ჩვენი არქეტიპული განვითარება, მოკლედ რაღაც გარკვეული ტიპის სქემებთან რა თქმა უნდა არის დაკავშირებული და ჩვენ რაღაც გარკვეულ გზას გავდივართ პირობითად რომ დავარქვათ რაღაცა უფლისწულობიდან მეფობამდე და ეს მთელი გზა არის ესეთი გასავლელი, ჩათვალეთ რომ ზღაპრის გმირი რო იყო ადამიანი და საიდანაც იწყება, აკუნიდან იწყება შენი ამბავი და სადღაც უნდა მიხვიდე. ყველა რა თქმა უნდა ამ გზას ბოლომდე ვერ გადის სრულყოფილად და სადღაც ჩერდება რაღაც მომენტამდე მიდის და შემდგომ იმის იქით განვითარება მას აღარ შეუძლია, მაგრამ პირობითად ჩავთვალოთ რომ ჩვენი ასე ვთქვათ საბოლოო წერტილი ეს მეფობა არის და ანუ დედოფლობა ვთქვათ პირობითად, მაგრამ ამ შემთხვევაში კაცზე ვილაპარაკებ და სადღაც აი აქ არის მისასვლელი, ხო? როდესაც იერარქია ირღვევა და ჩვენს წარმოსახვაში მყოფი პირობითი მეფე, აი ეს ადამიანი мама უპატივცემულოდ არის მოპყრობილი და თავიდანვე იერარქია აქვს წართმეული და ჩამოგდებულია და ის არავინ არის, ასე ვთქვათ, ანუ არაფრად არ არის და მას ღირსება აქვს ერთგვარი აყრილი და ჩათვალოთ საზოგადოება ასე არის, რომ
აი განსაკუთრებული პატივის ქვეშ არიან თქვათ ეს შვილები, უფლისწული და პრინცესა, თქვათ, პრინცესა. აი ესენი არიან განსაკუთრებული პატივის ქვეშ, რაღაც სათამაშოები, ამბავი რაღაცეები, განსაკუთრებული პატივის ქვეშ ასევე თქვათ პირობითად არიან თქვათ მშობლები, ანუ უფრო ნაკლები, მაგრამ თქვათ ისინი არიან მსახურები ამ ქვედარგოლისა და ესენი არიან ზედარგოლი, ასე ვთქვათ, ბებიები და ბაბუები არიან სრულიად უპატივცემულოები. აი იერარქია, შიდა იერარქია, ასე ვთქვათ, განვითარების მოითხოვს იმას, რომ აი სამეფო კარი რო წარმოიდგინო, პირიქით უნდა იყოს, ანუ ყველაზე დიდი პატივის ქვეშ არის მეფე, შემდგომ არის მისი შვილი, შემდგომ არის მერე შვილიშვილი, რომელსაც შეიძლება საერთოდ არც შეხვდეს მეფობა. ხო ესე, ანუ სამეფო კარი ასეთი იერარქიას ექვემდებარება და წარმოიდგინეთ, რომ პირიქით როცა იყო, ამოატრიალო ეს და პირიქით არის, ანუ ყველაზე მეტი პატივის ქვეშ არის შვილიშვილი, მერე შვილი და ბოლოს სრულიად უპატივცემულოდ არის მეფე. რა მოხდება ასეთ სახელმწიფოში, ხო? ასეთ სახელმწიფოში მოხდება ის, რომ იერარქია დაისადგურებს და გარანტირებულად იქნება ის, რომ ერთ ადგილს ერთმანეთისას დაიკავებენ ეს ადამიანები. ანუ შვილიშვილი იქნება ჯერ პატივში, შემდგომ ის გახდება სხვისი მსახური და შემდგომ მას სანაგვეზე გადააგდებენ. ანუ უყუღმა იქნება, ხო? როცა პირიქით უნდა იყოს, ანუ ის თავიდან თქვათ ის შეიძლება უპატივცემულო კი არ იყოს, თქვათ შვილიშვილობის პერიოდში, მაგრამ ანუ რაღაცა გარკვეული ტიპის იერარქიას ემორჩილებოდეს და ეს თქვათ მშობელიც, აი ეს მშობელი მსახური კი არ იყოს შვილისთვის, რაც ჩვენ შემთხვევაში ძალიან ხშირია ხოლმე, ძალიან ბევრი მშობელი მსახურად გადაიქცევა შვილთან და შემდგომ და ეს რაღაცა გარკვეული ტიპის დაუფასებლობა მასში იწვევს იმას, რომ ბუნებრივად მოისვრიან ხოლმე, ასე ვთქვათ, ჩასვავენ კალათში და აიყვანენ, დატოვებენ მთის წვერზე. სწორედ ამიტომ ხდება, რომ აი ეს იერარქიულობა არის დარღვეული. ანუ იერარქიულობა მოითხოვს იმას, რომ ყველაზე მაღალი რგოლი, ასე ვთქვათ, ჩვენი ცხოვრების, ასაკიდან გამომდინარე ვამბობ, იყვნენ განსაკუთრებულ პატივში. განსაკუთრებულ პატივში, ახლა ეს ცოტა არასწორი ნათქვამია ერთის მხრივ, მაგრამ აი ცოტა სხვანაირად რო ვთქვათ, იყვნენ პატივში, მათ მიეგოთ ესე ვთქვათ, საპირწონე ცხოვრებისგან იმისთვის, რომ ვთქვათ, ისინი ჩვენს იერარქიაზე, ჩვენს გვარზე, ჩვენს შთამომავლობაზე, ვთქვათ, ზრუნავდნენ ენერგეტიკული თვალსაზრისითაც შეიძლება რაღაცა, ვთქვათ, ორი პური არ მოუტანია, ვთქვათ, პირობითად ბაბუას სახლში, მაგრამ აი ამ გარკვეული ტიპის იერარქიულობას, ამ პატივისცემას ის მაინც იმსახურებს ჩემგან, იმიტომ, რომ შემდგომ, როდესაც მე მის ადგილს დავიკავებ, შინაგანი დისონანსი არ მქონდეს და შინაგანი ანტაგონიზმი არ მქონდეს აი ამ ერთგვარ ჭყალებში თანამდებობასთან, მეფობასთან, რადგან მე ვიცი, როდესაც უყურებ, რომ ის არ არის ღირსეულად აღიარებული ოჯახურ სისტემაში, რა თქმა უნდა, მეც არ მინდა ამ ადგილის დაკავებას, ანუ მე უარს ვამბობ მეფობაზე, ანუ მე უარს ვამბობ ჩემს განვითარების ამ გზაზე და მე სადღაც შუაში ვიკარგები და ვრჩები. ასევე ბიჭიც, რომელიც ხედავს, რომ მისი მშობელი, ანუ ეს შუარგოლი, სათანადოდ არაფასებს ყველაზე მაღალი რგოლს, ანუ ამ შემთხვევაში მამას, ანუ პაპას, მან იცის, რომ ეს გზა თავადაც უნდა გაიაროს და ეს თანამდებობა მას არ უნდა და ის უარს ამბობს, ასე ვთქვათ, მეფობაზე. ის უარს ამბობს არქეტიპული განვითარების იმ საფეხურზე, რომელსაც წესით უნდა მიაღწიოს. შესაბამისად, ასეთი ტიპის საზოგადოებაში, სადაც ასაკით უფროსი ადამიანები არ არიან გარანტირებულად პატივცემულები და დაცულები, კეთილდღეობა ვერ იქნება. ანუ ჭყალებში ამ საზოგადოებაში ცოტა მეფე და ცოტა დედოფალი გვეყოლება. ეხლა მეფობა და დედოფლობა ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს გვირგვინის დადგმას, ეს შინაგან სისავსეს, შინაგან ვთქვათ, განხვრთობას
ამ შინაგან ინდივიდუაციას გულისხმობს და არა პირდაპირ გაგებით იმას, რა ქვია, რაღაც სამეფო ტახტს და გვირგვინს რა. ანუ ეს მინდა რომ ცხადად გაიგოთ, ვინც ახლა უსმენთ ამ ვიდეოს რა. ამიტომ, როდესაც საზოგადოებაში სადაც აი ეს რგოლი არის ყველაზე უპატივცემულო და დაჩაგრული, უნდა იცოდეთ, რომ კარგი დღე არ ელოდება ამ რგოლს და კიდევ უფრო მეტად გეტყვით, რომ კიდევ უფრო მეტი ცუდი დღე ელოდება აი ამ ყველაზე დაბალ ქვედა რგოლს, იმიტომ რომ აი ეს ბზნული იგავი ზღაპარი იაპონური რაც არის გოდორში რო ჩასვავს მამა შვილს და მე შვილი რო წნავს იგივე გოდორს, სწორედ მაგას ყვება და მაგის ისტორიაზე არის დაწერილი, რომ ყველას მოგვიწევს ამ გზის გავლა. რომ თუ შენ გოდორს წნავ აი ამისთვის, მამისთვის, ხო, უნდა იცოდე, რომ შენი შვილიც უკვე ემზადება იგივე ამბისთვის. ამიტომ საზოგადოება, სადაც აი ეს რგოლი არ არის უზრუნველყოფილი და დაცული, ვერ იქნება ვერასოდეს განვითარებული, რადგან აი ესეთი სისტემა თვითდესტრუქციული სისტემა არის, ყველა შემდეგი რგოლი უარს ამბობს იმაზე, რაც მას არქეტიპული განვითარების გზაზე ეკუთვნის. ამიტომ აი ეს იერარქიულობა უნდა ვცადოთ ჩვენ, რომ დავიცვათ პირველ რიგში, იმიტომ რომ თვითონ ჩვენ ვიყოთ კარგად, ჩვენ თვითონვე გზნობდეთ თავს სრულყოფილად, განვითარებულად და პირველ რიგში აი ეს ზრუნვა, ესე იგი ვთქვათ, ასაკოვან მხცოვან ხალხზე გულისხმობს გარანტირებულად იმას, რომ ჩვენი თავისთვის წინსწრებით მომავალში გარკვეულ ტიპის ინვესტიციას ვდებთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც შენ ხედავ, რომ აი ეს საზოგადოება არ არის სწორად მომართული ხცოვანი ხალხის პატივისცემისკენ, თვითონ შენ ხარ შინაგანი ანტაგონიზმით განწყობილი აი ამ რგოლამდე რომ მიაღწიო, ასე ვთქვათ, სწორად და ჯანსაღად და აი დაუკვირდით შვეიცარიაში როგორ ხდება, ყველაზე კარგად, ყველაზე სწორად ცხოვრობს აი ეს რგოლი. ანუ საუკეთესო მანქანებით ესენი დადიან, ყველაზე კარგი რაღაც ანაზღაურება ამ რგოლს აქვს და მათ საზოგადოებაში განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ. ასევე არის იაპონიაშიც, მინდა გითხრათ. მათ შემდგომ, ანუ რაღაც შედარებით უკეთესი პირობითად ეს თუ დადის რაღაცა იმითი ფერარით, ეს დადის რაღაც კარგი რაღაცა ვთქვათ ახალი ვთქვათ პირობითად რაღაცა ვთქვათ ტესლათი და აი ეს ყველაზე დაბალი რგოლი სტუდენტი. ხო, ეს არასოდეს არ დაჯდება ფერარიზე. ამან იცის, რომ ფერარი ბოლო ამბავია მისთვის, მისი ცხოვრების რაღაცა ისეთი ეტაპია, სადაც მან უნდა ის უნდა ავიდეს და საკუთარი რაღაცა შრომით, განვითარებით და ამ იერარქიულობის გავლით უნდა მიაღწიოს აი ამ წერტილს და ეს დადის რაღაცა Opel Corsa-თი. მე რომ შვეიცარიაში ვნახე თავიდან ეს ამბავი, ცოტა არ იყოს გამიკვირდა, ვერ მივხვდი რატო იყო ეს რატო ხდებოდა ეს ასე, მაგრამ შემდგომ, როდესაც ეს ოჯახური ეს სისტემის სქემები უკეთესად შევისწავლე, მე მივხვდი, რომ ეს შემთხვევითი ამბავი არ არის. ამ სისტემით მუშაობს ძალიან ბევრი განვითარებული ევროპული ცივილიზაცია, მუშაობს ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყანა, როგორც წეგარ ვახსენე, მაგალითად იაპონია და ეს ქართული საზოგადოებისთვისაც არ იყო უცხო. განსაკუთრებით კავკასიაში ეს იერარქიულობა ყოველთვის იყო ხოლმე დაცული და ეს არ არის დისკრიმინაცია ბავშვების, თქვათ, ხო? ეს არის სხვა ტიპის იერარქიულობა, რომელიც გარკვეულ ტიპის ენერგიის გადმოღრას იწვევს ზევიდან ქვევით და
აი ეს ჩათვალოთ რომ ჭურჭელია და რაც უფრო მეტად ავსებ ამ ჭურჭელს, როდესაც სავსეა ეს ხო, ერთი ყოველთვის არის წყარო, საიდანაც შეგიძლია შენ დალიო სუფთა წყალი, თქვა პიროთა ღვინო და ეს რო იქცევა, ჩამოდის და ისევ ქვევით ჩამოდის. ანუ რამდენიც არ უნდა ჩაასხა შიგნით, იღვრება და ჩამოდის ქვევით. აი აქ რო ჩაასხავ შენ ყველაფერს, ხო? ესეც სარიელი რჩება და ესეც სარიელი რჩება და ეს იღვრება მიწაზე სადღაც ჩათვალეთ რაღაცა თქვა ზეთი, ღვინო, რა ვიცი მე სუნამო თუ წყალი თუ რაც გინდა ის დაარქვი რა. ამიტომ იერარქიულობა ამ თვალსაზრისით უნდა იყოს დაცული. თუ რომელიმე რგოლი რა თქმა უნდა აკლია ამ საოჯახო სისტემაზე ხშირად არის რომ თქვა ვიღაცა რომელიღაც რგოლი არ არის თქვა ხო? ან ეს აკლია, ან ეს აკლია, ან ეს აკლია, ეს ცალკე ამბავია, ამას ცალკე განხილვა სჭირდება თქვა ხო? მაგ შემთხვევაში სხვა რაღაცა ხდება და ხშირ შემთხვევაში როცა არასწორად არის განვითარება, თქვა პირობითად თუ мама არ არის, დედა სჭირდება პარტნიორი და ის რაღაცა თქვა პირობითად ირჩევს, აი თქვა შვილს პარტნიორად, ну ეს ემოციურ კავშირს გულისხმობ და არა რა თქმა უნდა ფიზიკურ კავშირს და ამ შემთხვევაში ეს ადის ზევითკენ და ეს უკვე რაღაც გარკვეული ტიპის პრობლემა დარღვევა, რაც ცალკე ლაპარაკის საკითხია. მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა პენსიებზე რა, საიდან დავიწყე, სად მოვედი.